არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი კი 4 ოქტომბერს მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს. ისინი დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შეიკრებდნენ. შეკრებილებს შორის ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. როგორც მათ სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, დამხობას მშვიდობიანი ფორმა ექნება, კონკრეტულად კი ამბობენ, რომ ეროვნული კრების ფორმატში შეიკრიბებიან და მესამე რესპუბლიკას გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას კი მას ხალხი მისცემს. დღევანდელ შეკრებას არ ესწრებოდა არჩევნების მონაწილე გახარია ლელოს კავშირი, ასევე არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად არჩევნების მოწინააღმდეგე გვარამია მელია გირჩი დროას ერთობის ლიდერები. ეს აქ შევიყარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგვირდით, რომ გავაერთიანებდით ხალხს. აი ბატონო, ერთიანობა თუნდაც საჭირო ყოფილა და შესაძლებელი ყოფილა. ყველანი ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ. გადმოდით აქ სულისწაძიებლად არავინ არ არის მოსული. აქ ყველანი მოსული ვართ ვავაშენოთ ერთი ძლიერი თავისუფალი საქართველო. ამიტომაც გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს. ბოლო უნდა მოუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემართა ჩვენ ქვეყანას. ეს უნდა მოეღოს ბოლო 4 ოქტომბერს. 16 საათზე აქ რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. აქ შევატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვიტავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ჩვენ, ქართულ ხალხს. ასე გაგრძელება ძალიან რთული იქნება. და ვფიქრობ, რაღაცა უნდა შეიცვალოს ნამდვილად. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთ პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ როგორც აი მოქალაქე, ვფიქრობ ეს არანორმალური სიტუაციაა და არ ვიცი, ეს დროზე უნდა შეიცვალოს. ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების იქნება კონსოლიდირებული მთავარი იდეის გარშემო, რომ ოცნების რეჟიმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად. ჩვენ ვიბრძვით ნებისმიერ ადამიანთან ერთად, ვინც იბრძვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც არ აკეთებს რუსულ საქმეს, ვინც არ ემსახურება ოცნების რეჟიმის გაправებას და ლეგიტიმაციას. ჩვენთვის ნებისმიერ ტიპის დამხობაზე, რევოლუციებზე საუბარი არის მიუღებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ მონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებში, ჩვენთვის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არის ერთადერთი სწორი გზა ქართული ოცნების რეპრესიული რეჟიმის შესასუსტებლად. რაც შეეხება რას აკეთებენ ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიები და ნაციონალური მოძრაობა, ეს მათი არჩევანია, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერ დამხობაზე საუბარი. ეს არის ადამიანებისთვის და რევოლუციებზე საუბარი ადამიანებისთვის არასწორი მოლოდინების შექმნა და ეს მხოლოდ ემსახურება ქართული ოცნების ინტერესებს. ჩულაძე და ხაბეიშვილი საოცარი პარაჩ ზიტა და გიტა ჩვეულებრივ. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოასწროს. ვინც გაბედავს, კიდევ ერთხელ მეუბნები, ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი, ცხადია კანონის ფარგლებში.